კეთილი მოგესალმებით. დღეს იმართება მორიგის სხდომა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში. დღეს წარმოდგენილია დღის წესრიგით ორი საკითხი. ეს არის საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 20-24 წელს გაწეული საქმიანობის თაობაზე მოსმენა ანგარიშის და მეორე საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა. კოლეგებო, კვორუმი გვაქვს, გთხოვთ დავამტკიცოთ ეს დღის წესრიგი. დიდი მადლობა. დღეს ეს თემა აქტუალურია პირადად ჩვენი კომიტეტისთვის და ჩემთვის, იმიტომ რომ რამდენიმე დღით გახდით სწორედ მივლინებით გუნდთან ერთად შევხვდით დიასპორის წარმომადგენლებს თესალონიკში, ასევე დრამაში, ჰქონდა საუბრები სხვადასხვა თემაზე, მიღწევებზე, გამოწვევებზე, იმყოფით პრობლემებზე, რაც მათ აქვთ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის სწორედ ეს, რომ მე მათ ვთხოვე, რომ ყურადღებით მოусმინონ, ონლაინ ჩართვა გვექნებოდა და თითოეულ თქვენს, ასე ვთქვათ, პოზიციას და ნათქვამს დღეს ჩვენი დიასპორა მაქსიმალურად მონდომებით უსმენს. ჩვენ დღეს მოხსენებელი გვყავს ბატონი გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თანამოხსენებელი ბატონი დავით კაიკაციშვილი, სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალობის შემსრულებელი, მოწვეული სტუმრები. ბატონი ვლადიმერ კონსტანტინიდი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კალტოი თამთაბაბუნაშვილი, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს აღმასრულებელი დირექტორი და ქალბატონი ნათია კვიციანი, გაეროს სააგენტოს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინატორი. მოკლედ, საკმაოდ წარმომადგენლობითი სხდომა გვაქვს და ის თემები, რაც დღეს გაჟღერდება კითხვა-პასუხის რეჟიმში, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ მაქსიმალური მონდომებით მოусმენენ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები. კეთილი, დავიწყოთ პირველი საკითხი, ეს გახლავს საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 20-24 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. ბატონ გიორგი, თქვენ გისმენთ. ჩვენ ელექტრონული ვერსიაც გვაქვს წარმოდგენილი პრეზენტაციის და თავმდევად შეგიძლიათ რომ ეკრანსაც მიაქციოთ ყურადღება. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, დაინტერესდით ამ თემით, საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა, გეთანხმებით ბატონო ირაკლი. სრულად გეთანხმებით, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, მრავალმხრივად თანაც. უამრავი ჩვენი თანამემამულე ახლა იმყოფება უცხოეთში და მათი საკმაოდ დიდი ნაწილი ბრუნდება სამშობლოში, საკუთარ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა ღირსეულად დავხვდეთ აქ, გავუმარტივოთ დაბრუნების პროცესი და საკუთარი თავის ხელმეორედ შეიძლება ასე ითქვას ჩვენ საზოგადოებაში დამკვიდრების პროცესი. რაც საკმაოდ რთული საქმეა ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის საკმაოდ საპატიო მისია სამინისტროსთვის და შესაბამის სააგენტოსთვის, რომელიც განაგებს ამ მიმართულებას ქვეყანაში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური რეინტეგრაციის ხელშეწყობა, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებას წარმოადგენს. დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე მიგრაციული პროცესების მართვის კუთხით. და ჩვენ ამ კუთხითაც ძალიან აქტიურად ვართ ჩართული ამ მიმართულებით. ევროკავშირთან ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების ფარგლებში 2015 წელს შემუშავდა რეინტეგრაციის პროგრამა, რომლის განხორციელება გათვალისწინებულია მიგრაციის 21-30 წლების სტრატეგიითა და სტრატეგიის შესრულების სამოქმედო გეგმებით. პროგრამის განმახორციელებელია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. მიუხედავად იმისა, რომ რეინტეგრაციის პროგრამა დასაწყისში შემუშავდა
ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის ფარგლებში პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს, რა თქმა უნდა, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და არა აქვს მნიშვნელობა თუ რომელი ქვეყნიდან ბრუნდება ის სამშობლოში. მთავარია, რომ აკმაყოფილებდნენ ადამიანები, ჩვენი თანამოქალაქეები, უკანმობრუნებულები პროგრამის კრიტერიუმებს. ახლა ძირითადად თქვენი ნებართვით გადავალ პროგრამის 24 წლის ანგარიშზე. პროგრამის ძირითადი მიზანიც გამოსახულია ეკრანზე, სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური რეინტეგრაციის ხარდაჭერა, დასაქმების და თვითდასაქმების ხელშეწყობა, მათთვის საარსებო წყაროების გაჩენის მიზნით, საზოგადოებრივ განმეორებითი არალეგალურად გამგზავრების შემცირება. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მიიღებს ხოლმე გადაწყვეტილებას და არალეგალურად მიემგზავრება უკეთესი ბედის საძიებლად სხვა ქვეყნებში. პროგრამის ძირითადი მიმართულებებია: დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სამედიცინო დახმარება, მწვავე ქრონიკული ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, მედიკამენტებით უზრუნველყოფის ჩათვლით, პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა, სოციალური ინიციატივების დაფინანსება, მცირე და მიკრო ბიზნესის სუბსიდირება, ერთჯერადი ფინანსური დახმარება, სპორტისა და ხელოვნების კურსების დაფინანსება არასრულწლოვანებისთვის და რა თქმა უნდა საკონსულტაციო სერვისი. პროგრამის სამიზნე ჯგუფები. საზოგადოებრივ ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით, არალეგალურად, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით. მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში რეგისტრირდებიან რეინტეგრაციის პროგრამაში და რეგისტრირებიდან 1 წლის განმავლობაში მათ შეუძლიათ ისარგებლონ სარეინტეგრაციო სერვისებით. მოგახსენებთ კომპონენტებზე დეტალურად. დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ითვალისწინებს თავის თავში სასტუმროში განთავსებას 6 დღე-ღამის განმავლობაში. განთავსებაში შედის კვებით უზრუნველყოფა. განთავსება ხდება დაბრუნებისთანავე. თუ ვერ მოიძია დაბრუნებულმა მოქალაქემ საცხოვრებელი, ხდება გადამისამართება მუნიციპალურ თავშესაფარში და სხვა განსახლების პროგრამაში, მაგალითად დედათა და ბავშვთა თავშესაფარში. ასევე ხდება მათთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების ჩარიცხვა 300 ლარის ოდენობით. 24 წელს, ანუ საანგარიშო პერიოდში, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის კომპონენტით ისარგებლა 57-მა ბენეფიციარმა, აქედან 26 გახდათ არასრულწლოვანი. სამედიცინო დახმარება. განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში მწვანე ქრონიკული და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მკურნალობის დაფინანსება, ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და გამოკვლევები და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ბენეფიციარზე დაფინანსების მოცულობა შეადგენს 1500 ლარს. 24 წელს სამედიცინო დახმარების კომპონენტით ისარგებლა 71-მა ბენეფიციარმა. პროფესიული მომზადება და გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა. პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე რეფერირება, კერძო აკრედიტებულ კოლეჯში სწავლის დაფინანსება, დაფინანსების მოცულობა აქაც შეადგენს 1500 ლარს. 24 წელს მოხდა 161 დაბრუნებული მიგრანტის რეფერირება დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს პროგრამებში, ხოლო სააგენტოს მიერ 10 ბენეფიციარს დაუფინანსდა სწავლება კერძო კოლეჯში. სოციალური ინიციატივების დაფინანსება ან ეკონომიკური აგენტის სუბსიდირება. სასოფლო-სამეურნეო ინიციატივები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ინვენტარის შესყიდვა ამ ადამიანებისთვის, თვითდასაქმებაზე ორიენტირებული არასასოფლო-სამეურნეო ინიციატივები, სახელმწიფო იარაღების შესყიდვა, უკან მობრუნებული ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, როგორც დამწყები, ისე მიმდინარე საქმიანობის გაძლიერების მხარდაჭერა, არაუმეტეს 6000 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებების შეძენა, არაუმეტეს 6 ერთეულისა. 24 წელს დაფინანსდა 177 მსგავსი პროექტი. აი აქ ცოტა ხანი შევყონდები. ამ
ნაწილს დახმარების აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი აზრით და ამ მიმართულებით ჩვენ ვცდილობთ რომ მრავალფეროვანი იყოს პროექტები, მათ შორის საკონსულტაციო მომსახურებასაც უწევთ შეძლებს დაგვარად მობრძანებულ ადამიანებს სააგენტოში. აი თქვენ დღესაც რომ მობრძანდეთ სააგენტოში იხილავთ შემოსასვლელ დარბაზში უამრავ ამგვარ ინვენტარს, რომელიც ელოდება თავის პატრონს. ყოველი ნაწილი ინვენტარისა უკვე გაწერილია კონკრეტულ ბიზნესზე, ეგრეთ წოდებულზე ადამიანზე, უკან მოbrunებულ ჩვენ თანამოქალაქეზე და ჩვენ ვცდილობთ რომ სწრაფად გავცეთ ეს ინვენტარი არ იყოს შეფერხებები, რა თქმა უნდა ეს შესაბამისი შესყიდვებით ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობაზე მკაცრად დაფუძნებით და გამჭირვალეთ და ვფიქრობთ რომ ამ მიმართულებით რა თქმა უნდა უფრო მრავალფეროვანი გახდეს მიდგომაც და შევეცდებით რომ ადამიანების ასევე მრავალფეროვანი ინტერესები ადამიანების იყოს დაკმაყოფილებული. მათ შორის ხას გაუსვავ ასევე საკონსულტაციო მომსახურებითაც. ერთჯერადი ფინანსური დახმარება. ამ პროგრამის ამ ნაწილის განხორციელება დაიწყო 24 წლის მესამე კვარტლიდან. ოჯახზე ერთჯერადად 300 ლარის ოდენობის დახმარება გაიცემა. პირობა არის ამგვარი რომ არ უნდა კონდეს საცხოვრებელი საკუთრებაში უკან მოbrunებულ მოქალაქეს და თვეში 1000 ლარზე მეტი შემოსავალი ხელზე. შესაძლებელია მოხდეს კრიტერიუმების დახვეწა ამ მიმართულებითაც და ამაზე ჩვენ მუშაობთ. ამგვარი ერთჯერადი ფინანსური დახმარებით 24 წელს ისარგებლა 223 ოჯახმა. და აი კრიტერიუმების დახვეწას როცა შევეხე და ხაზი გაუსვი ფიქრობთ რომ შესაძლებელია აქ ოდენობაც გაიზარდოს დახმარების და უფრო გამარტივდეს და გაიოლდეს ამ ადამიანების მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღება. სპორტისა და ხელოვნების კურსების დაფინანსება არასრულწლოვნებისთვის კურსი უნდა იყოს სპორტის, ხელოვნების ან შემოქმედების სფეროში. არ ფინანსდება სხვა სასკოლო საგნების სწავლება, დაფინანსების მოცულობა აქ არის 1500 ლარი და მიმდინარეობს ამ მიმართულებითაც რა თქმა უნდა კრიტერიუმების დახვეწაზე ზრუნვა. აქ 24 წელს დაფინანსდა 45 არასრულწლოვანი და როცა ამ დახვეწას ხაზს უსვავ გეტყვით რომ ეს აბსოლუტურად ცოცხალი პროცესია საქართველოს ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება არ ქონია რა თქმა უნდა და ჩვენ ნაბიჯ გამოცდილებას შევიძინეთ ჩვენ კოლეგა დიახ არა დავასრულებ ახლა ამას ძრიანად ხო ჩვენ 24-ის კი, აგერ 24-ზე და ამით ვასრულებ. და ამ კოლეგა უწყებებთან მუდმივი კონტაქტით, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან მუდმივი კონტაქტით გამოცდილებაც ნელა დაგვიგროვდა ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა პროგრამები გარკვეულწილად და გარკვეული მიმართულებით დასახვეწია და ამ სიახლეებს როგორც კი გვექნება ჩვენ ამგვარი სიახლეები რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა საქართველოს პარლამენტს მოახსენებთ და ჩაგაყენებთ საქმის კურსში. გმადლობთ ბატონო გიორგი. ამ თემასთან დაკავშირებით მე უბრალოდ მინდა კოლეგებს ვთხოვთ რაღაც ის გავაკეთოთ. კითხვის დასმის შესაძლოა 2 წუთში მე მგონი ჩავეტევით, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ პასუხები მივიღოთ. აქვე ქალბატონი თამთა და ქალბატონი ათიაც ბრძანდებიან და მინდა რომ თქვენი პოზიციებიც მე დააფიქსიროთ იმ გამოწვევებზე და იმ ასე ვთქვათ მიღწევებზეც. ხო, ფაქტია ის მოსმენილი რაც არის, კარგია რომ ვაკეთებთ, მაგრამ ხო ალბათ რაღაც დახვეწას და გადახედვას ალბათ ითხოვს ეს პროგრამა რომ უფრო ეფექტიანი იყოს და უფრო შედეგიანი. დავიწყოთ კითხვებით. დიახ.
მოგესალმებით. ჩვენი თანამემამულეების უკან დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი როა და პრიორიტეტი როა ქვეყნისთვის, რაც უნდა მაგას ლაპარაკი, ეს უჩემოთაც ყველამ კარგად იცის, რამოდენიმე კითხვა მაქვს და თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით, თუ არსებობს სტატისტიკა, საერთოდ რამდენი მიგრანტი დაბრუნდა ამ ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ სხვადასხვა პროგრამებით მოსარგებლეთა რაოდენობა განსხვავებულია და ერთიანად რამდენი დაბრუნდა. თუ სტატისტიკა გაკეთებული დაბრუნებული მიგრანტებიდან, ემიგრანტებიდან რომელს ჭირდებოდა, აი რა თანაფარდობით არის, ვისაც სახელმწიფო დახმარება დაჭირდა და ვისაც არ ჭირდება სახელმწიფო დახმარება, იმიტომ რომ მათი წასვლის ძირითადი მიზანი ის იყო, როცა წავიდნენ, რომ თავისი ცხოვრების პირობები გაეუმჯობესებინათ და ჩამოსულს რამდენზეა? არა, რაზეც გვაქვს ინფორმაცია. ხო, რაზეც გვაქვს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, რაზე ლაპარაკი. ეს მეორე, მესამე. თქვენ აღნიშნეთ, რომ სამედიცინო დახმარება მწვავე და გადაუდებელ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ნაწილში ვეხმარებით ჩვენ და ამ დახმარებას ეს შემოსაზღვრულია გარკვეული თანხით და ვინმე თუ მიყვება შემდეგ როგორ ვითარდება მოვლენები ამ პათოლოგიის მქონე დაბრუნებელ ადამიანებს და კიდევ ერთი 300 ლარიანი დახმარება, რამდენ ხანს აქვთ ეს 300 ლარიანი დახმარება? და როდის შეუწყდებათ. ერთჯერადი ფინანსურ დახმარებაზეა ლაპარაკი და აი ეს ფინანსური დახმარება და ზოგადად ნებისმიერი დახმარება როდის უწყდება მას მიღებიდან რამდენი ხნის შემდეგ. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით პარლამენტის წევრებო, თანამდებობით მიყვები კითხვის პასუხის გაცემას, რაც შეეხება სტატისტიკას. 2015 წლიდან რაც ამოქმედებს პროგრამას დაახლოებით მომართა საქართველოს 5000-ზე მეტმა მოქალაქემ. აქედან დახმარება პროგრამის ფარგლებში მიიღო 3000 მოქალაქემ და 2024 წელს ეს ციფრი იყო 567. ჩვენ მთლიანი ციფრი ზოგადად დაბრუნების არ გვაქვს, სამწუხაროდ ჩვენ მხოლოდ აღვიცხავთ იმ ადამიანებს, ვინც მომართავს პროგრამას. ამ ეტაპზე ესეთი სახის მექანიზმი, რომ აღვიცხოთ დაბრუნებული მიგრანტების მთლიანი რაოდენობა არ გვაქვს, თუმცა იქ გეგმებზე რო ისაუბრებს ბატონო გია შემდეგ ჩვენი დღის წესრიგის შემდეგ ნაწილზე იქ ამაზე გვექნება საუბარი. რაც შეეხება სამედიცინო დახმარების კომპონენტს, ეს კომპონენტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ადამიანები ბრუნდებიან საქართველოს, ხშირია შემთხვევები, როცა მათ ერთი რო არ აქვთ ინფორმაცია მაგალითად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ და თქვათ მუნიციპალური პროგრამების შესახებ, ან არ აქვთ დოკუმენტები, არ აქვთ მაგალითად 11 ნიშნა პირადი ნომერი აღებული და მათთვის რთულია ხისიერად რო ჩაერთონ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში და სხვა ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ პროგრამებში. შესაბამისად, ესეთ ადამიანებზე ხდება ეს 1500 ლარიანი ლიმიტის გამოყენება, რომ ყისიერად მოხდეს მას საჭიროების გადაწყვეტა და შემდეგ უკვე საკონსულტაციო მექანიზმის ფარგლებში მათ აეხსნებათ მიეწოდებათ ინფორმაცია იმ შესაძლებლობის შესახებ, რაც არსებობს ქვეყანაში ჯანდაცვის პრობლემების მოგვარების კუთხით და დაფინანსების კუთხით და ხდება მათი რეფერირება სხვა პროფილურ პროგრამებში. რაც შეეხება ფულად დახმარებასა, ზოგადად დახმარება რამდენი ხნის ამ პროგრამის ფარგლებში, რამდენი ხნის განმავლობაში შეუძლიათ რომ გამოიყენონ, ესა მომართ პროგრამაში მომართვიდან 1 წლის განმავლობაში შეუძლიათ ისარგებლონ პროგრამის კომპონენტებით. თუმცა კომპონენტება მაგალითად სამედიცინოდ შეუძლიათ რამოდენიმე ჯერ ისარგებლონ, მაგრამ ფინანსური დახმარებით ის არის ერთჯერადი დახმარება და მხოლოდ ერთხელ ხდება ოჯახის უზრუნველყოფა ამ თანხით, ისევე როგორც ზრუებითი განთავსება ხდება მხოლოდ ერთჯერად და ჩამოსვლის თანავე. რა თქმა უნდა, იქ რა თქმა უნდა, იმაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. მადლობა. დიახ, გისმენთ. მადლობა ამ ინფორმაციის მოწოდებისთვის. მე უბრალოდ მინდა დავაზუსტო ეს ცვლილებები, რომ ეს შედეგები, რომელიც 2024 წელს თქვენ ნახეთ და დაგეგმეთ 25 წელი, 25 წელს გათვალისწინებული იქნება პროექტი. ზოგადად ცოტა ოდნავ შორიდან დავიწყო, ამ პროგრამის ბიუჯეტი წლების განმავლობაში იყო მხოლოდ 500,000 ლარი.
და გამომდინარე იქნება ეს მიგრაციული პროცესები ძალიან გააქტიურდა უკანასკნელ წლებში 2024 წელს უკვე გავზარდეთ პროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარამდე და კომპონენტების ლიმიტებიც გაიზარდა 2025 წელს უკვე ამ გამოწვევების შესაბამისად პროგრამის ბიუჯეტი კიდევ 50% გაიზარდა და მომავალ წლებშიც არის გათვალისწინებული საბიუჯეტო რესურსის ზრდა მიმართულებით შესაბამისად და ის გამოწვევები კონკრეტული ხარვეზები რაც გვაქვს პროგრამაში ყოველწლიურად ხდება პროგრამის რევიზია და ახალი წლინა როცა კიცდება ახალი პროგრამები ხდება ამ ხარვეზების გათვალისწინება მაგალითად ეს ერთჯერადი ფინანსური დახმარების კომპონენტები და ახალ არასოწლოვნების კომპონენტი რაც არაზეთ პათოლოგია იმსაუბრა სპორტული აქტივობის დაფინანსება ეს არ გქონდა და ეს იყო ერთ-ერთი გამოწვევა რომელიც იქნა იდენტიფიცირებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ჩატარებულ კვლევის შედეგად და მოვახდინეთ ამ ახალი კომპონენტების დამატება პროგრამაში და ეს არის მუდმივად ხდება ყოველწლიურად ახალი რა თქმა უნდა მუდმივად უნდა გაანახლდეს და ყოველ წელს სჭირდება ამ ყველაფერს უფრო უკეთესი და უკეთესად მოგვარება. ერთი სტატისტიკა მაინტერესებდა. ყოველწლიურად მომართვიანობა იმატებს თუ კლებულობს? რა თქმა უნდა იმატებს. იმატებს. დიახ. გასაგები. აი რა ხო ეგ მინდოდა მეკითხა რა რასთან არის კავშირში ეს მატება? პროგრამების გაუმჯობესებას ერთი რომ ზოგადად გაზრდილია მიგრაციული ნაკადები, თუნდაც მოგეხსენება სხვადასხვა სახელმწიფო წყაროების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით და პლუს ამას ვფიქრობთ რომ ჩვენი პროგრამის ინფორმირებულობაც გაიზარდა დაბრუნებული მიგრანტების შორის. კი. იცით რატო დავსვი ეს კიდე ერთი მიმართულება არის რომ რომელი ქვეყნებიდან უფრო იმატებს ხალხის დაბრუნება, ხო არ არის დამოკიდებული იმ ქვეყნებში უფრო გაუარესება კი არა უფრო გამკაცრება პირობების ემიგრანტებთან მიმართებაში. ესეც ხო არ არის მიზეზი და რომელი ქვეყნები არის ესეთი სტატისტიკა თუ გააქვთ თქვენ და ამას მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მათი იმ ქვეყნის წარმომადგენლებიც აქ ჩამოდიან და ჩვენც უნდა ვიცოდით ალბათ ეს და რაღაცაში გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია. ზოგადად დაბრუნება იმ ქვეყნებიდან ხდება, სადაც რაოდენობაც ისედაც ზოგადად სხვა ქვეყნებთან შესაბამისად პროპორციულად უფრო მეტია. ეს პირველი სამეულია მაგალითად გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალიიდანაც, ისრაელის რესპუბლიკიდანაც, ასევე წელს დაემატა კვიპროსი. თუმცა ჩვენთვის რთულია იმის მიდევნება თუ რაიმე კონკრეტულ იქ შექმნილ პრობლემას უკავშირდება თუ არა ეს მიზეზი, იმიტომ რომ ეს ჩვენი პროგრამის კვლევის საგანს არ წარმოადგენს. შესაბამისად ეს დიახ, არა საერთოდ რომ ზოგადად შეიძლება წარმოუდგენა გვაქვს დაახლოებით რა რაოდენობის ადამიანები არიან ამა თუ იმ ქვეყანაში პროპორციულად გულისხმობდა არა კონკრეტულად თქვენ მაინც ითვლით იმ ადამიანებს ვინც მოგმართათ თქვენ და მოვიდა და რეგისტრაცია გაიარა თორე რამდენი იქნება ისეთი რომელიც თქვენამდე არ მოვიდა და რადგან თქვენთან მოვიდა რაღაცა რეგისტრაცია გაიარა და მოითხოვა რაღაცა დახმარება თქვენგან ფიქრობ რომ ცუდი არ იქნება რომ შევაგროვოთ ის ინფორმაციაც რა იყო მიზეზი მისი დაბრუნების ეს იყო ამ პროგრამის დადებითი მხარე თუ იქ გაუარესება მათთან მიმართებაში რაღაც საკანონმდებლო ბაზის. ზოგადად ჩვენი პროგრამის ბენეფიციარების არც თუ ისე მცირე ნაწილი არის ეს ადამიანები, ვინც არანებაყოფლობით დაბრუნდა საქართველოში. შესაბამისად, მათთვის ნებისმიერ შემთხვევაში დაბრუნების მიზეზი იყო იქ შექმნილი პრობლემა. თუმცა ეს პრობლემა ხშირ შემთხვევაში არაა დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებასთან. ეს არის მუდმივი მიგრაციული პროცესების კონტროლი, რაც მაგალითად ევროკავშირში ხდება. და გამომდინარე იქიდან რომ მათ სამწუხაროდ მათი უმეტესობა არალეგალურ მიგრაციაში იმყოფება, ბუნებრივია ესეთ შემთხვევებთანაც გვაქვს შეხება. თუმცა ერთი თემაცაა დღეისდგომარეობრივ ჩვენ მხოლოდ იმ მონაცემებს ვამუშავებთ, ინფორმაციას ვიღებთ მოქალაქეებიდან, რაც არის ჩვენი პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, თუმცა აი იმ ახალი მომდევნო გეგმების, მომავალი წლის გეგმების, მომდევნო გეგმების ფარგლებში, რაზეც ბატონი გია ისაუბრებს, იქ ცოტა უფრო ფართო რაღაცების ზე გვექნება საუბარი. კარგით, გასაგებია. ბატონ გივი, ხო. მე მექნებოდა კითხვა და მე თქვენ გთხოვდით რომ პოზიცია ამ მოსმენილ ანგარიშთან დაკავშირებით და მეც რომ გაგვიზიაროთ. ბატონ დავით, საიდან აქვთ ამ ინფორმაციას როგორ პოულობენ და ეს სად უნდა მოიძიონ და პროაქტიურობა ჩვენ თუ შეგვიძლია რომ
თქვათ ეს სხვა შორის ეს კომიტეტის ეს მოსმენაც გარკვეულ პრევენციას შეიტანს, იმიტომ რომ ბევრი გусმენს, რომ ყველა გაიგებს, რომ ის ვინც ბრუნდება, გარკვეული საკ მინიმუმ 1 წელი უნდა იყოს იქ და ასე შემდეგ, ხო? შეიძლება გახდნენ აი ამ სერვისების, ასე ვთქვათ, მომხმარებლები და ეს ამისთვისაც არის ეს კომიტეტი. პირველი, აი ეს კითხვა მაქვს, როგორ და რანაირად გებულობენ ამ ინფორმაციას, ეს ერთი. მეორე ინფორმაცია მაქვს, თქვენ ბრძანეთ აქ სოციალური პროექტებიო და ახლა 177 დაფინანსდა. და რაღაც 60000 ლარის ღირებულების რაღაც. შემდეგ მონიტორინგი თუ ხდება, აბა დღემდე ვინ ასე ვთქვათ შეინარჩუნა, მუშაობს, დაიხურა, ვერ გაართვა თავი და ასე შემდეგ. მესამე კითხვა მაქვს, აი ჩამოვიდა 1 წლის შემდეგ. აქ დაეხმარა, გამოიყენა თქვენი სერვისი. მე წავიდა და განმეორებით თუ 1 წლის შემდეგ რო დაბრუნდეს ისევ შეიძლება თუ არა გახდეს ამ თქვენი სერვისების ასე ვთქვათ ბენეფიციარი. მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ეს ჩვენი ხელისუფლების დროს 2015 წლიდან ამოქმედა ეს პროგრამა და ვცდილობთ რომ კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ასე ვთქვათ ემიგრანტები, ვინც ბრუნდებიან და ეს რეინტეგრაციას ხელი შეუწყოთ. ამაზეა საუბარი. ეთილი. გისმენთ. ინფორმაციას დაკავშირებულ შეკითხვასთან ვარდნამ ირგლი. ჩვენ პროგრამის დაწყების შესახებ და განაცხადების შესახებ ყველა შესაძლო საშუალებით ვახდენთ ინფორმაციის გავრცელებას, ესა სააგენტოები, სოციალური ქსელები და ასე შემდეგ. პლუს ამას მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა დიასპორულ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული სოციალური გვერდები, სოციალური ქსელები შექმნილი და იმითაც ხდება ინფორმაციის გავრცელება და რა თქმა უნდა, პლუს ამას ემატება ის, რომ ჩვენი საკონსულტო დეპარტამენტები არიან ინფორმირებულები ამ პროგრამის შესახებ და ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც უმეტესობა მათგანი, აი ქალბატონ ნათია აქ წარმოდგენილი, ამ ორგანიზაცია, მაგალითად, აი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია IOM ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს დაბრუნებაში და შესაბამისად ამ პროცესში ხდება ინფორმირება ამ ადამიანების, პლუს ამას ემატება ისიც, რომ არა მარტო სახელმწიფოს გააჩნია ესეთი სახის პროგრამა, IOM-ს გვეხმარება ამ მიმართულებით, არა მარტო ჩვენ ფარავთ, IOM-ს ფარავს ასეთ სახის საჭიროებას. შემდეგი კითხვა, რაც ეხებოდა 167-ს, დიახ, კი, მონიტორინგს. 2 წლის შემდეგ, ნუ გარდა იმისა, რომ სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ ესა თუ ის პროექტი დაფინანსდეს, 2 წლის შემდეგ ისე ხორციელდება ამ ადამიანებთან მისვლა და მონიტორინგი, რამდენად მიზნობრივად იქნა გამოყენებული დახმარება, ხდება განვითარდა თუ არა ბიზნესი და ასე შემდეგ. ჩვენი მონაცემები დაახლოებით 5%-ია ჩვენი მიერ დაფინანსებული პროექტებიდან ისეთები, რომლებმაც მოკლედ არა მიზნობრივად გამოიყენეს, ან თუნდაც თქვათ მოხდა უკუმიგრაცია მათი. და რაც შეეხება თუ ხელმეორედ წავდანდნენ მიგრაციაში და ამის შემდეგ დიახ 95% კი. და რაც შეეხება უკან მეორედ მომართვის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ისინი ვერ ისარგებლებენ ამ პროგრამით, ვინაიდან ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ მოხდეს არალეგალური მიგრაციის პრევენცია. შესაბამისად ერთი დამაზუსტებელი და გადავიდეთ იმას, მე ქალბატონებს ვთხოვ, რომ პოზიცია დააფიქსირონ. ეხლა თქვენ რაც ბრძანეთ, ეს სალჩოებს თუ აქვთ ეს ინფორმაცია და ხო არ ვთხოვოთ, აგერ საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენლის ბატონი ვლადიმერის გვესწრება, რომ ჩვენ ვთხოვოთ ჩვენს წარმომადგენლობებს, რომ ის ვინც მათ შორის აქ ეხება როგორც ლეგალურად ყოფს არალეგალებსაც, ვინც ბრუნდებიან, ხო 1 წლის შემდეგ, რომ ეს ინფორმაცია რაღაცნაირად უფრო პროაქტიურად მივაწოდოთ. შეიძლება ზოგი საკონსულო თუ საელჩო აწვდის ამ ინფორმაციას, ვიღაცას არ აქვს. და ამასთან დაკავშირებით ხო არ ვთხოვთ მათ შორის ონლაინ ჩართვა რო გავაკეთოთ ერთი თქვენი ასე ვთქვათ მონდომებით, რომ აი საელჩოები ყველას ერთად რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ამ სერვისების შესახებ. დიდი მადლობა. ჩვენ გარკვეულ პერიოდულობით საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტს და საკონსულტო დეპარტამენტს ვაწვდით ინფორმაციას პროგრამის შესახებ, თუ განსაკუთრებით თუ რაიმე ცვლილება განიცადა ჩვენმა პროგრამამ და ძალწუნებულო რომ დიასპორის დეპარტამენტის ჩვენ დიასპორულ ორგანიზაციებს და საკონსულტო დეპარტამენტი ჩვენ საკონსულებს აწვდის ინფორმაციას, თუმცა აი მომავალ გეგმებზეც პანერახან გადავდივართ, დავასწრებ ბატონ გიას ეს ნებართვით და ვიტყვი ჩვენ IOM-ის დახმარებით ვავითარებთ ონლაინ პლატფორმას,
რითაც მოხდება ჩვენი ამ დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის სისტემის სრული დიგიტალიზაცია და ამ პლატფორმის საშუალებით გვექნება შესაძლებლობა რომ ამ ადამიანებს კიდევ უფრო უკეთესად მივაწოდოთ ინფორმაცია, უფრო მიზნობრივად და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პლუს ამას მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ონლაინ დაბრუნებამდე დააფიქსირონ განაცხადი და ჩვენს გვექნება შესაბამისად შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანებს უკვე დაუკავშირდეთ მათი დაბრუნებისთანავე და პროაქტიულად შევთავაზოთ ის სერვისები, რა სერვისებიც გაგვაჩნია პროგრამაში ბატონო ერაკლი. დიდი მადლობა ამ მომწვევ პასუხებისთვის. ბრძანეთ დიახ. კალტონათია კალტო თამთ. მოგესალმებით, მადლობას გიხდით პირველ რიგში გაზიარებული ინფორმაციისთვის და მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის მათ შორის. მე ჩემი მხრიდან დავამატებდი, რომ ასევე ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკის დოკუმენტი არსებობს, მიგრაციის სტრატეგია 2021-30 წლების და აქაც ერთ-ერთ ძირითად და მნიშვნელოვან მიმართულებას სწორედ დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაცია წარმოადგენს და პრინციპში სამთავრობო კომისია არის ის ძირითადი ესე რომ ვთქვათ კომისია, რომელიც ახორციელებს სტრატეგიის შედეგების განხორციელების ზედამხედველობას და მათ შორის ყოველწლიურად ამტკიცებს სამოქმედო გეგმებსაც, სადაც ასევე პრიორიტეტულ მიმართულებად და აქტივობებად გაწერილია სწორედ ის აქტივობები, რომელიც ემსახურება რეინტეგრაციის პროგრამების კიდევ უფრო განვითარებას. მნიშვნელოვანი არის, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მზარდი არის დაბრუნებული მიგრანტების რაოდენობა ქვეყანაში, ასევე ხელი შეეწყოს, რა თქმა უნდა, რეინტეგრაციის პროგრამების კიდევ უფრო განვითარებას და მათ შორის ცნობიერების ამაღლებასაც, რაც ასევე გათვალისწინებულია სტრატეგიის დოკუმენტით და ყოველწლიური სამოქმედო გეგმებით და ჩვენი მხრივ, რა თქმა უნდა, მზადავართ, რომ ჩვენი მანდატის და კომპეტენციის ფარგლებში, რაც ძირითადად მათ შორის კოორდინაციასაც მოიცავს უწყებებს შორის, აქტიურად ვიყავთ ჩართულები ნებისმიერ სამომავლო ნაბიჯების განხორციელების ნაწილში, რაც დაიგეგმება ამ მიმართულებით. მადლობა. დიდი მადლობა. მოგესალმებით. მოკლედ რომ გიპასუხოთ, ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ ჩვენი სამინისტროსთან. დათომ ახლა აღარ გაახმოვანა და მე ვიტყვი რომ დაგეგმილია და მიმდინარეობს უკვე და ასევე ვგეგმავთ მთელ რიგ აქტივობებს, რომლებიც საქმიანობებს, რომლებიც უკავშირდება მდგრადი რეინტეგრაციის ხელშეწყობას. კერძოდ დაგეგმილი არის პოლიტიკის დოკუმენტის განვითარება, ხედვა ქვეყნის რეინტეგრაციის თემატიკასთან მიმართებაში. რაც თავისთავად ცხადია გავლენას იქონიებს პროგრამაზეც, სახელმწიფო პროგრამაზეც, მისი რევიზიაც გათვალისწინებულია შეთანხმებით სამინისტროსთან. როგორც დათომ თქვა, ყოველწლიურად ხდება და ეს მოხდება ასევე 26 წელს და შესაბამისად შესაძლებელია ახალი პარამეტრების ან რაღაც ახალი ხედვის ჩადება ასევე სახელმწიფო პროგრამაშიც. მუშაობა მიმდინარეობს ასევე რომ შრომის სამინისტროს ეს ძალიან დიდი როლი და ფუნქცია იყოს თანაბრად გადანაწილებული სხვა სტრუქტურების მხრებზეც. იმიტომ რომ ადამიანი მრავალფუნქციური არსება მოგეხსენებათ და ჭირდება მხარდაჭერა განსაკუთრებით უკან დაბრუნების გამო, მიუხედავად იმისა, ლეგალურად იყო თუ არა, მაინც მოწყვლადი ადამიანი რა ხანგრძლივი არ ყოფნის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნებისა, მას ჭირდება ორიენტაცია, ხელშეწყობა, რომ კარგად ჩაჯდეს რეალობაში და გამოიყენოს ის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია მისთვის, ჯანდაცვის, სოციალური კუთხით თუ ეკონომიკური კუთხითაც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამას ჩვენ ვუწოდოთ მეინსტრიმინგს, რომ მიგრაციის თემატიკა და რეინტეგრაცია იყოს გამსჭვალული თემატურ პროფილური სტრუქტურების პოლიტიკაში და პროგრამებში, შესაბამისად ასახული ბიუჯეტშიც. და აქვე მინდა რომ გაუსვა ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ თემის მიგრაციის და კერძოდ უკან დაბრუნებითი მიგრაციის ირგვლივ იყოს გაერთიანებული მთავრობის ყველა დონე, როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ხელისუფლება, რომელსაც პირადად აქვს ურთიერთობა ამ დაბრუნებულ ხალხთან. ისინი მასთან ბრუნდებიან მუნიციპალიტეტში, პირველი მიმართვის წერტილი არის მუნიციპალიტეტები, რომ ესენი იყვნენ აღჭურვილი ინფორმაციით მონაცემებზე, რა არის დაბრუნებითი მიგრაციის დონე, რომ შესაბამისად მე აისახოს იმ მუნიციპალურ პროგრამებსა და სერვისებში, რომელსაც ისინი ანვითარებენ ყოველწლიურად იმ ადამიანების გათვლითაც, რომლებიც შესაძლოა უცბად შუა წელიწადში აღმოჩნდნენ მუნიციპალიტეტში უკან დაბრუნებულები, ოჯახის წევრებთან დაბრუნებული მიგრაციაში დაბადებული ბავშვებით მათ შორის და ამას ყველაფერს წინასწარ კარგად გათვლა უნდა. ამიტომ აი ეს კომპლექსური მიდგომა, ზუსტად ის მიდგომა, რომელსაც ახლა ზუსტად სახელმწიფო ახორციელებს რეინტეგრაციის მიმართულებით სამინისტროს ხელმძღვანელობით. დიდი მადლობა გამოთქმული მოსაზრებებისთვის. მეორე საკითხზე გადავიდეთ. ბატონო კია და ანუ მიმდინარე წლის და მომავალი წლის წლების გეგმები, ასე ვთქვათ, რა შევცვალე. მოკლედ თითქმის ყველაფერი გაჟღერდა, მაგრამ უფრო დეტალურად მოგახსენებთ.
როგორც უკვე მოგახსენეთ, 1 მილიონი ლარი იყო 2024 წელს პროგრამის ბიუჯეტი და 567 ბენეფიციარმა ისარგებლა და 2025 წლიდან 1.5 მილიონამდე გაიზარდა და გვაქვს მოლოდინი, რომ 600-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე შეერთვება პროგრამაში და ისარგებლებს მისი სიკეთეებით. ამასთან ერთად ჩვენ ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ სამინისტროც და სააგენტოც ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან. IOM ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორია. და მიგრაციის საკითხის სამთავრობო კომისიის რეინტეგრაციის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩვენს კოლეგა უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მიმდინარე წელს ვიწყებთ დაბრუნებული მიგრანტების სახელმწიფო პოლიტიკის ახალი დოკუმენტის შექმნაზე მუშაობას. ეს მოგეხსენება თქვენ, რომ დრო როცა ეს პროგრამა შეიქმნა, იმ პერიოდში საქართველოს სახელმწიფოს გააჩნდა სხვა რესურსები, სხვა შესაძლებლობები და სხვა რეალობა იყო თუნდაც მიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით. შესაბამისად, დღეს სულ სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ, გამოწვევებით სხვაა და გვინდა რომ არსებული პოლიტიკა პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რის წინაშეც ვდგავართ. შესაბამისად, ჩვენ ვიწყებთ ახალ პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობას, რომელიც შეეხება როგორც მონაცემების შეგროვებას დაბრუნებული მიგრანტების შესახებ, რომ გქონდეს სრული მონაცემები, რაც მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკის დაგეგმვის, ასევე პროგრამის განხორციელების კუთხით. დიახ, აუცილებლად ასევე ვფიქრობთ, რომ გადავხედოთ და ვიფიქროთ, რამდენად რელევანტურია ის დეფინიცია, რაც დეფინიციაც გვაქვს დღეს დაბრუნებული მიგრანტების, რომ ის ადამიანია, რომელიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო ემიგრაციაში და ლეგალურად, არალეგალურად იყო მხოლოდ იქ და შეგვიძლია ვიფიქროთ იმას, რომ ლეგალურად დაბრუნებული მიგრანტებიც ხო არ გახდნენ ამ პროგრამის ბენეფიციარები. ასევე ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ნათია მახსენა, მუნიციპალიტეტების ჩართულობის გაზრდა და მათი ინფორმირების გაზრდა ზოგადად რეინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, ვინაიდან პირველი შემხევლობა ადამიანს, დაბრუნებულ ადამიანს სახელმწიფოსთან აქვს მაშინ, როცა ის ადგილობრივი ორგანოების მიმართავს და ეს პროცესი გვინდა რომ წლის ბოლომდე დავასრულოთ, წლის ბოლოს გქონდეს უკვე ახალი პოლიტიკის დოკუმენტი და ბუნებრივია კომიტეტის და პარლამენტის ინფორმირებასაც მოვახდენთ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. ჩაგეჭრებით რა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს რასაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, გარდა პრესისთვის, რომელიც გვისმენს, ჩვენთვის ადრესატი არის მაინც ის, ვინც ახლა გვისმენს, ჩვენი დიასპორა. აი კითხვა, ჩამოვიდა ის კაცი 1 წლის მერე. არალეგალი იყო რაღაცა და ნუ ჩამოვიდა თქვა წალენჯიხაში შაგერ. იქ თქვენ ახლა როგორ უნდა მოგაგნო? ანუ ადგილობრივ მერიაში, მუნიციპალიტეტში განცხადება უნდა გააკეთოს, რომ იცით რა, ჩემი აგერ ბატონო 1 წელზე მეტი აქეთ ვიყავი რაღაცა და იქნებ რამე პროგრამაში ჩამხთოთ. აი ეს მინდა. დღეს მაგ განცდა რომ ყველა მუნიციპალიტეტი შეიძლება ამ პროგრამით არ მუშაობდეს. ან ხო, რაღაც დეფიციტი გქონდეს და ამასთან დაკავშირებით თქვენ იქნებ მირჩიოთ, როგორ შეიძლება რომ გავააქტიუროთ და თქვენ შემდეგ უკვე აქ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ის თანხა რაც არის მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილია და იზრდება მცირეა. მცირეა, იმიტომ რომ მომართვიანობაა მცირე. მე მაქვს ეჭვი გონირული, რომ აქ ინფორმაცია არ აქვს იმ დაბრუნებულებს და ამიტომ გვაქვს ეს მოცემულობა. როცა მომართვიანობა გაგეზრდება, თქვენ იქნებით უკვე გექნებათ შესაძლებლობა მიმართოთ შესაბამის უწყებას, რომ იქნებ გაიზარდოს დაფინანსება. ამიტომ მე მინდა თქვენ გთხოვოთ რა, ვინც ამ პოლიტიკას ქმნით, იგივე მთავრობაში, იგივე ის აღმასრულებელი ხელისუფლების გასაგები. მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის კომიტეტს, რომ აი ეს ბმა გავაკეთოთ, ის ვინც თბილისში გასაგებია, თბილისში ბევრი შესაძლებლობა რომ თქვა სამინისტროს მიმართავს, იქ მივა, აქ მივა და გაიგებს, მაგრამ ის ვინც რეგიონში ჩადის პირდაპირ ჩამოფრინდება და ჩავა იმ რეგიონში, იმასაც რომ მქონდეს წვდომა აი ამ სერვისებზე, აქ რო ერთმანეთს შევეხიდოთ და დავეხმაროთ. ბოდიში ამ ჩართვისთვის. კი არა, ამაზეც კი პასუხობთ ბატონო ირაკლი, რომ მნიშვნელოვანი საკითხია და მართლაც პრობლემურია. როგორც თქვენ ვძანეთ, მუნიციპალიტეტი უმრავლესობა საერთოდ ინფორმირებული არაა, რომ არსებობს ასეთი სახის პროგრამა, თუმცა 2023-24 წლებში IOM-თან ჩვენ დავიწყეთ საპილოტო პროექტი და დაახლოებით 10 მუნიციპალიტეტი თუ არ ვცდები, უკვე გარკვეული სერვისაბები IOM-ის პროექტის ფარგლებში გაკეთდა და მუნიციპალიტეტში არსებობს ადამიანი, მუნიციპალიტეტის მერიაში ადამიანი, რომელსაც აქვს ინფორმაცია და შეუძლია რომ დაეხმაროს დღეს იქ დაბრუნებულ მოქალაქეს, რომ ამ ჩვენ პროგრამას მომართოს, თუმცა ეს არის, ესე რომ ვთქვათ, ფრაგმენტული. თუმცა
მე ვახსენე რომ ჩვენ ახლა მუშაობთ ახალი ელექტრონული პორტალის განვითარებაზე და როცა ეს დაახლოებით ივნისის თვეში სატესტო რეჟიმში როცა გაიშვება ეს პორტალი, გვინდა მუნიციპალიტეტთან რეგიონების დონეზე მუნიციპალიტეტთან შეხვედრა, რომ მათ შევთავაზოთ ამ პორტალით სარგებლობის შესაძლებლობა. ჩვენ მათ გავუხსნით პორტალს, მივცემთ შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, ინფორმაციასაც მივაწვით პროგრამის შესახებ და მისი კომპონენტების შესახებ და მივცემთ შესაძლებლობას, რომ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს კონდეს ესე რომ ვთქვათ იუზერი და დაარეგისტრიროს პირველადი რეგისტრაცია ეს გაკეთებაში დაეხმაროს იმ მოქალაქეს, რომელიც მაგალითად ჩამოვიდა წარლიჯიღაში და მისთვის ძალიან რთულია ხა მაგალითად თბილისში ჩამოსვლა ერთი რაღაცა განაცხადის გასაკეთებლად და რაც იმპლემენტაციის კუთხეზე არ არის სწორი. ეს როდიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეოთხე კვარტალიდან უკვე შესაძლებელი იქნება ამ მიმდინარე წელს. ძალიან კარგი. ჩვენმა დღევანდელმა საუბარმა არ მინდა ისეთი სახე მიიღოს მსმენელისთვის, რომ ჩვენ რაღაცა არ მოგწონს და ასე შემდეგ. ჩვენ წინამორბედს მსგავსი საერთოდ არაფერი არ ქონდა და დიახაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაიწყო ამაზე, რომ ჩვენი მოქალაქეები უნდა დაბრუნდნენ და ნებისმიერი საკითხი, რომელიც ასეთი გლობალური ხასიათის არის, ნელა-ნელა თავისი მოქმედების პროცესში იღებს სტარტსაც, ვითარდება და ძალიან კარგ შედეგებზეც გადის. დღესაც ჩვენ იმიტომ ვართ აქ შეკრებილი, რომ თუ რამე არ მოგწონს, ეს გამოვასწოროთ და უფრო უკეთესი პირობები შევქმნათ ყველა ჩვენი მოქალაქეს, რომელიც სამშობლოში დაბრუნდება და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მაგრამ რამოდენიმე საკითხს მინდა ხაზი გაუსვა, თუ გათვალისწინებული იქნება, რადგან მე ახლა ამ სამუშაო ჯგუფთან შეხება არ მექნება და შესაბამისად ჩემთვის მაგალითად როგორც პარლამენტის წევრისგან და ამ ხელისუფლების ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ყველა იმ ემიგრანტის რაოდენობის ცოდნას, რომელიც უკან დაბრუნდება. შესაბამისად მარტო დახმარებას რო საჭიროებს ის კი არა, მე ძალიან დიდი კავშირები მაქვს ემიგრანტებთან, თვითონ ემიგრანტის ოჯახიდან ვარ და ძალიან კარგი შესაძლებლობების და პერსპექტივების მქონე ემიგრანტებიც ყავს ჩვენ უცხოეთში და შეიძლება ისინიც დაბრუნდნენ და დახმარება კი არა პირიქით აქეთ დაეხმარონ კიდე და სამუშაო ადგილები შექმნან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება, რომ ეს კოორდინაცია როგორ მოხერხდება, არ ვიცი, მაგრამ საზღვრის დაცვასთან იქნება ეს გასარკვევი თუ მუნიციპალიტეტთან იქნება გასარკვევი. ყველა ემიგრანტი, რომელსაც ბრუნდება ან დაბრუნების სურვილი გააჩნია და უფრო მეტიც შეიძლება ჩვენ მივაწოდოთ სურვილები იქით, რომ აქეთ დაბრუნდნენ ისეთი ემიგრანტების, ვისაც თავისი ქვეყნისთვის აქეთ შეუძლია კიდე დახმარება და სიკეთის მოტანა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება და რატომ ლაპარაკობ ამას? ნებისმიერი დოკუმენტი, მათ შორის პოლიტიკური დოკუმენტი იქნება ის თუ საკანონმდებლო დოკუმენტი იქნება, შეიძლება თავისი შინაარსით იყოს ძალიან დახვეწილი, მაგრამ ის თუ პირდაპირ პროპორციულად არ მოემსახურება იმ ადამიანებს, რომელზედაც ეს დოკუმენტი არის გათვლილი, როგორი კარგიც არ უნდა იყოს, მაინც აცდენილი იქნება მიზანს. ამიტომ კონკრეტული დაბრუნებული ემიგრანტების გარკვევა, როგორი ემიგრანტები გვიბრუნდებიან ჩვენ, დახმარება ჭირდებათ, აქეთ შეუძლიათ დახმარების გაწევა, იქ დაბადებული ბავშვებისთვის რა არის პრიორიტეტული, მაგალითად ემიგრაციაში დაბადებული ბავშვისთვის, მე ვფიქრობ, რომ სპორტულ აქტივობებზე მეტად ქართული ენის შესწავლა ძალიან პრიორიტეტული, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, იმიტომ რომ მე დიშვილი მყავს ასეთი და ვიცი რა როგორ ლაგდება პრიორიტეტები. შესაბამისად, აი ეს დეტალები, მუნიციპალიტეტთან კოორდინაცია ძალიან კარგია, მაგრამ ისევ იმაზე გავალთ ახალ დოკუმენტში, სადაც მომართვიანობაზე იქნება აქცენტი გაკეთებული და ჩვენი მხრიდან ინიციატივები იყოს უფრო მეტი დოკუმენტში გათვალისწინებული, რომ ყველა ავღრიცხოთ, ჩვენ შევთავაზოთ და ამის მიხედვით დაიგეგმება მომავალი წლის ბიუჯეტიც, მერე უკვე თუ ერთი სრულყოფილი დოკუმენტი იქნება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ შრომისთვის. დიდი მადლობა ქალტოირმა. დიახ, ქალტონოთი. მოგეთმაო, რომ მართალია ეს ოფიციალური მონაცემები ჯერ არ არის, მაგრამ ამისთვის ნაბიჯები იდგმება და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სამინისტროს ასევე ჩართულია, ეს არის კვლევები, იმიტომ რომ პრაქტიკულად სამინისტროს პროგრამები ეფუძნება საჭიროებებს. და ამ საჭიროებებს ამაგრებს, ესე ვთქვათ, კვლევები, რომლებიც უკან დაბრუნებული მიგრანტების საჭიროებებს, შესაძლებლობებს და ასე შემდეგ იკვლევს და ესეთი ზუსტად განხორციელდა 23 წელს. ასე რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია სამინისტროსთვის ყოველთვის, მისი მონაწილეობით ხორციელდება და შესაბამისად გამოყენებულიც არის დაგეგმვის დროს.
პროგრამის დაგეგმვის დროს. თუ შევთვალოთ, როგორც უკვე აღნიშნე ამ ახალი პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების ფარგლებში მონაცემების შეგროვება იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, რაზეც ვიმუშავებთ და პლუს ამას აუცილებლად შევეხებით ლეგალური მიგრაციიდან დაბრუნებული ადამიანების, რა თქმა უნდა, ზანეთ, იმიტომ რომ ეს არის რესურსი რეალურად ქვეყნისთვის, ამ ნაწილსაც შევეხებით და ვფიქრობთ, რომ ამ პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება ეგეც შეიძლება გახდეს. მადლობა. კეთილი. აი, ბოლოსკენ მივდივართ და მაინც მინდა რომ ჩვენი კომიტეტისთვის ამ მიმართულებით ეს გეგმა დავისახო. ესე იგი, პირველი სულ თხოვნა გვაქვს, ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვთ, რომ აი ამ პროგრამის შესახებ კიდევ უფრო მეტად პროაქტიურად საელჩოებს და საკონსულოებს მივაწოდოთ ინფორმაცია, ის განახლებული, შეიძლება მათ მოძოლებული კონდეთ და ეს ერთი. მეორე თემა, იქნებ მე კომიტეტს თხოვ რაღაც ჯგუფი შექმნათ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, რომ დავიწყოთ ეს რაღაცა ჩვენი მერების ან წარმომადგენელი ვინც იქნება ინფორმირებულობა ამ პროექტების შესახებ. შეიძლება აქვთ, მაგრამ განახლებული ვერსია კიდევ უფრო მეტად პროაქტიურად. აქ შეიძლება თვითმმართველობის კომიტეტთანაც ჩვენ ერთობლივი გავაკეთოთ და მესამედ, ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, რომ იმ ადამიანს არ მოუწევს თბილისში აქ რაღაც მისვლა და ელექტრონულად ივნისიდან, როგორც ვთქვით, მას ექნება წარადგენს თავის პასპორტს, იქ კვეთა, საზღვრის და რაღაცა ავტომატურად იქ ექნება შესაბამის პირს ინფორმაცია, რომელიც მისცემს უფლებამოსილებას რომელ პროექტში ჩართოს. და პროექტები უამრავია. მათ შორის არის ერთჯერადი დახმარება, მათ შორის არის ბავშვებისთვის სპორტი, გადამზადება, მთელი რიგი დაფინანსებები, ხო? მათ შორის ჯანდაცვის მიმართულებით, ხო? ასე რომ მე მგონია რომ ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი შედეგები შეიძლება მივიღოთ და ბოლოს გეტყვით. ჩვენმა მთავრობამ სწორი პოლიტიკა ერჩია, რომ მშვიდობა ვარჩიეთ იმ ტრაგედიებს და უბედურებებს და ეკონომიკას რომ მოვკიდეთ ხელი, ეკონომიკის განვითარება შედეგიც მოგცა. 20-24 წელს დაფიქსირდა რომ ანუ ჩამოსვლასა და წავსვლებს შორის ყოველთვის იყო მინუსი და ეხლა დაჟდაპირებს ანუ უფრო მეტი ჩამოვიდა ვიდრე გავიდა. დაახლოებით 1000-მდე. დღეს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ამის შესახებ ინფორმაცია. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ იმ ხალხს ეიმედება შენი ქვეყნის. ეიმედება რომ აქვს მშვიდობა, ეიმედება რომ შესაძლებლობები ეკონომიკურად რომ განვითარება უფრო მეტი აქვს. თორე არალეგალი მაშინაც იყო გასულ წლებში და ეხლა ყოველთვის იყო პრობლემა და გამოწვევა მისთვის. უბრალოდ ბრუნდებიან აქ და ჩვენც გვაქვს ეს პროგრამები და ხელი შევუწყოთ. ეს არის და ეს თუ კითხვა რამე პოზიცია თუ არ გაქვთ ბრძანეთ და დავასწავლო მე თქვა ჩვენი ზოგადად ხედვა ამ ახალი პოლიტიკის დოკუმენტის ფარგლებში არის ის რომ დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი პროგრამის იმედად და ის შესაძლებლობები რაც აქ ეკონომიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ასე შემდეგ ეს ყველაფერი თავმოყრილი უნდა იყოს და ერთი სერვისის სახით უნდა იყოს შეთავაზებული ჩვენი მოქალაქეებისთვის. ურად გეთანხმებით თქვენ მართლს ლაპარაკობთ კოორდინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა იქნება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვინ გვიბრუნდება, რამდენი ბრუნდება და როგორ ბრუნდება. და ბატონ თავმჯდომარეს გამოვეხმაურები ნარატივში, ნდობა ყველაზე დიდი და მყარი განცდა, რაც შეიძლება კონდეს ადამიანს თავისი სახელმწიფოს მიმართ და მისი პოლიტიკური მმართველი ხელისუფლებაში მყოფი პარტიის მიმართ და ეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამას და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება თქვენი პროგრამის როგორც კოორდინაციას სხვა უწყებებთან და მრავალ უწყებასთან, ასევე იმ სეგრეგაციას და განხილვას რა ვინ და როგორ ბრუნდება უკან. დიახ. პირველ რიგში დიდი მადლობა კიდევ ერთხელ საკითხით დაინტერესდით. ამიტომ აქვს ხოლმე საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ამგვარ მოსვენებს პარლამენტში ყოველთვის ვისმენთ ხოლმე მოსაზრებას, მათ შორის კრიტიკულ მოსაზრებასაც, ეს ჩვენთვის ძალიან ღირებულია. მე ამას გეუბნებით როგორც სტაჟიანი პარლამენტარი, ახლა უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და ყოველთვის გვაქვს ძალიან ისეთი კოლეგიალური მეგობრული დამოკიდებულება კომიტეტთან, არა მხოლოდ თქვენ კომიტეტთან, ბატონო ირაკლი, არამედ სხვა კომიტეტებთან და მე დარწმუნებული ვარ, აი მომავალ წელს, როცა მოუბრუნდებით ჩვენ ამ საკითხს კიდევ და გავივლით ამ პრობლემებს, ბევრად უფრო კარგი შედეგები გვექნება. მე ამაში ხარ ვარ დარწმუნებული. ეს ყველაფერი იხვეწება. ეს არის დიდი გამოწვევა ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის, ამაში მე მგონი ყველა დარწმუნებული ხართ და ჩვენ გზადაგზა გვიწევს ბევრი
მტკივნეული გაკვეთილის მიღებაც და ბარიერის გადალახვაც. აი ეთყობა კიდევაც დაფინანსების მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც იზრდება. და ბატონმა ირაკლიმ აბსოლუტურად მართებულად აღნიშნა, გაიზრდება მოთხოვნა ამ პროგრამებზე, გაიზრდება დაფინანსებაც. არავინ ჩვენ დაფინანსებაზე უარს არ გვეუბნება, ასე არ შეფასდეს ეს ამბავი. ბენეფიცია, რა თქმა უნდა, მოთხოვნა იქნება, დაფინანსებაც გაიზრდება, როგორც ეს ხდება ამ ბოლო დროს ყველა მიმართულებით ფაქტიურად. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ. მადლობა ბატონ ვლადიმერ. მადლობა ბატონებს ესეთი ამომწურავი ინფორმაციისთვის. თუმცა როგორც აღინიშნა ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, ჩვენი შესაბამისი დეპარტამენტი იღებს პერიოდულად განახლებულ ინფორმაციას იმ ინიციატივებზე და შესაძლებლობებზე, რაც მიგრანტების დაბრუნების შემთხვევაში არის ეს მექანიზმები შემუშავებული. თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენი ერთობლივი ვიზიტის ფარგლებში ბევრჯერ დაისვა ეს კითხვა. გარდა იმისა, რომ საელჩოები იღებენ ამ ინფორმაციას, ასევე ვცდილობთ, რომ სხვა ხაზითაც მოვახდინოთ ამ ინფორმაციის გავრცელება და უშუალოდ ვაწვდით ამას დიასპორულ ორგანიზაციებს. თუმცა ჩვენი დიასპორელების რაოდენობის გათვალისწინებით ალბათ 100%-იანი დაფარვა, რა თქმა უნდა, ვერ ხდება ამ ასე ვთქვათ არეალისა, მაგრამ პრინციპში ვცდილობთ, რომ ყველას კონდეს ადეკვატური ინფორმაცია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავმეორდები, როგორც თქვენ თვითონაც იყავით მოწმე დიასპორასთან შეხვედრების დროს, ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია, ამიტომ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ვეცდებით, რომ ეს არეალი ინფორმაციული დაფარვისა გაიზარდოს. დიდი მადლობა, ბრძანეთ. ბატონ თავმჯდომარე, მინდა თქვენს გთხოვოთ, რომ ეს ციფრული პორტალის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მინდა შევიპირო ყველა ის პასუხისმგებელი პირი, რომ ერთად ხო არ ჯობია, როცა ამის პრეზენტაცია იქნება, ერთად გავიაროთ ეს და ერთად შევაფასოთ როგორ იქნება. დიდი სიამოვნებით. ხო, ეს კარგი იქნება და მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს საქმე უფრო წინ წაწევს და ჩქარ. დიდი მადლობა დღეს მობრძანებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დიასპორისთვის ვცდილობთ გარეთაც და შიგნითაც, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ. გამოითქვა გარდა იმისა, რომ აქ პროგრამები იყო, ქვეყანაში გვაქვს აწარმოეს საქართველოს დანერგემომავალი, მთელი რიგი ასე ვთქვათ პროექტები, პროგრამები, სადაც შეუძლიათ მათ მონაწილეობა მიიღონ და კიდევ უფრო მეტად განავითარონ ეკონომიკა და თავიანთი ინტერესები. კიდევ ესეთ რაღაცას შემოგთავაზებთ. შეგიძლიათ თქვენ დაგეგმოთ და მობრძანდეთ სააგენტოში. დაგათვალიერებინებთ იმ საშუალებებს, რასაც ჩვენ ამ ადამიანებს ფაქტიურად ყოველდღიურად ვაძლევთ. თქვენთან დაათვალიერეთ, შეაფასეთ ხარისხიც. და იქ შეიძლება უფრო დეტალური ანგარიშიც მოვისმინოთ. დიახ, შრომის იარაღები, იქ უამრავი ხელსაწყოა, მთელი ბიზნესების დაფინანსება მიმდინარეობს ხოლმე. გადაცემა ამ ნივთების და ამას ჩვენ ვახერხებთ ხოლმე, თქვა 3 თვეში, 4 თვეში ერთხელ ხოლმე დავაგროვებთ, გადავცემთ და შეიძლება ერთ-ერთი ესეთი გადაცემის დროს მოქალაქეებსაც გაესაუბროთ, იმ ადამიანებს, რომლებიც უკან ბრუნდებიან, ეს შვენიერი იქნება და ერთობლივად შეგვიძლია გავაკეთოთ. დიდი სიამოვნებით, ბატონ ლევან, მონიშნეთ ეს თემა და ჩვენ შევჯერდებით ჩვენს კოლეგებთან, დიდი სიამოვნებით ვეწევით. კეთილი. დიდი მადლობა დღევანდელი შეხვედრისთვის, ხდომა დასრულებულია.